ეს ვიდეო ისე მინდა ჩავწერო, რომ მისი გადაგზავნა ვინმესთან თუ მოგინდება თუ ხერხული არ იყოს არანაირად. ამ ვიდეოს ჩაწერის მიზანი ის არის, რომ დამკვეთმა და მომხმარებელმა ერთმანეთს გაუგონ კომუნიკაციის პროცესში და მიიღონ კარგი და ხარისხიანი მომსახურება და ურთიერთობითაც ყველა გამაყოფილი იყოს. განსაკუთრებით კარგად გამიგებთ ისინი, ვინც ახლა იწყებთ ბიზნესს, ან უკვე ვისაც გააქვთ ბიზნესი და კარგად იცით, რომ თქვენი ბიზნესის წინსვლა და წარმატება დამოკიდებული არის რეპუტაციაზე. და მოკლედ იმისთვის, რომ დამკვეთიც და შემსრულებელიც ყველა იყოს კმაყოფილი მიღებული პროდუქციის თუ მომსახურების ხარისხით და ურთიერთობითაც, ამისთვის ჭკვიანმა ხალხმა მოიგონა ესეთი სქემა. სხვათა შორის სქემის ავტორი ვერ ვიპოვე და თუ გაქვთ ინფორმაცია, ჩამიგდეთ კომენტარებში, ძალიან საინტერესოა. დაუბრუნდეთ სქემას. ესე იგი, გვაქვს ესეთი სქემა, გვაქვს სწრაფად, ხარისხიანად, იაფად. თუ გვინდა სწრაფად და ხარისხიანად, არ გამოდის იაფად. თუ გვინდა ხარისხიანად და იაფად, არ გამოდის სწრაფად და თუ გვინდა სწრაფად და იაფად, უკვე აქ ხარისხზე შეიქმნება პრობლემა. ძალიან გთხოვთ, რომ დაუფიქრდით ამ სქემას, პირდაპირ ნუიტყვით, რომ სისულელია, შეუძლებელია, არ არის შეუძლებელი, დაფიქრდით, განიხილეთ და კარგი იქნება, რომ პროექტების განხილვისას დამკვეთი ხართ თუ შემსრულებელი ხართ, ხო? აი ამ კომუნიკაციის დროს, აი ამ პრინციპს თუ გაითვალისწინებთ და საერთოდ აი ამ თვალსაჩინო, ესე ვთქვათ, მასალას თუ გამოიყენებთ, ძალიან კარგი იქნება და დარწმუნებული ვარ შეთანხმებას მიაღწევთ, ყველა იქნებით კმაყოფილი და ჩემ ვიდეოსაც მოიწონებთ ალბათ.